მოგესალმებით პრედატორი და დავბრუნდი ლეტის მე ხუთი მამახუთია მგონი მეხუთია ზუსტად ამაში რაშბებდი მეგობრებო ესე იგი იმაში ავაშენებ როგორც ხედავთ ავაშენე XP ფერმა და აგერ კარგათაც მოქმედებს ეს XP ფერმა ლეველებით მოგვემართა 9 ლეველზე ავედით უკვე 5-ზე თუ 3-ზე ვიყავით დასაწყისში მგონი კლასები და აგერ ყველაფერი აგერ იყდება რასაც ზომბები დააგდებიან ეს ინტერმინი ეგრეს აკეთებს ოპტა არა უკანა გადი აცა გადი წყალში ვერაფერს ვიმიზავს საცხოვრა წყალში გავჩერდი და ვერაფერს ვიმიზავს დავაი მოდი ჯანდაბა აგარო ამასობაში თქვენ არ დაგავწეთ რომ გამოიწეროთ და ლაიქოთ და გააქტიუროთ ზარის ხილაკი რომ არ გამოტოვოთ ვიდეოები ასევე დაკომენტარეთ რა გავაკეთო კომენტარით რა გავაკეთო ხო არ ვიცი რა გავაკეთო ამ ვიდეოსთვის არანაირი გეგმები არ მაქვს და მოდიდეს ეს გეგმა რომ მქონდეს დაკომენტარეთ რა გავაკეთო კიდევ კაი ახლა ჰარდკორი რომ არ მქონდა ჩართული თორე დარხევალი მქონდა ჰარდკორი რო თუ ჩავრთავ ჰარდკორს ყველგან წამს დავდგამი და დაიმონდის ბონს დავკრავდა ეგრევე და ხმალს მენა წამო ახლა ყველაზე დიდია იქნებოდა რომ დაიმონდის ნივთები დაგვეკრავდა ჩვენი წერაქვი გავაკეთოთ და დაიმონდის ნაჯახიც გავაკეთოთ ყველა გვაქვს ბევრი და რაზე შევინახოთ და ხო დღეს მინდა რომ ახალ ბიომზე გადავიდეთ და ამ ქვიშას გავცდეთ კაი ორი ჩავაკეთე გავმაქვს ბარი ესეც მასე ეს რკინიც რაქვი გინდონდეს გინდა არა იყოს მაინც კონდეს ლაპის ლაზურები ავიღოთ და ნაჯახიც მოვაჯადოთ რაზეც წავა იმაზე აუ პროსა ლეველები 3 ლეველი დამჩამარტო აი XP ფერმა როგორ გამომადგა ლეველები რომ არა ახლა ამ წერას ვერ გავაკეთებდი და მოჯადოებითაც ვერ მოვაჯადოებდი აჰა მეყო რაზე არის efficiency კაია მაინც მეყო ძმა კაია კაი ახლა გავაკეთოთ ლაპის ლაზური ჩავდოთ წყალი მაქვს ის გვაქვს ყველაფერი კარგია ნაჯახი მაქვს ყველაფერი მაქვს მაგრამ ვართ ესე იგი ასე თუ ისე მოხდელებდი მეხუთე ეპიზოდისთვის კარგად გვაქვს ჩემი აზრით ყველაფერი გაკეთებული ახლა კიდე შევუდგეთ ვფიქრობ უნდა შევუდგეთ მაინინგს და ასევე ბლოკები მოვტეხოთ ბევრი ოფლიმოვად და მე რაღაცები ვიყიდ ხო ანუ ესენი მოვტეხოთ რა ფერმა და ბარემ კარტოფილებს გამოვწო რომ საწველი მქონდეს კაი წამოწავიდეთ გამოვწვათ ახლა ეს ავანდა ჯერ დავდგათ თავიდან ოღონდ ჯერ თორე მე აღარ მექნება დასაკრავად ჯანდაბა კაი რა დაკრავდა რასაც დასაკრავთ იმას მოვთოხნით და დაგებრუნდებით აი ესეც მოვთოხნეთ რაც ქვია ჰოუთი გადავუარე რაც ქვია და დაურგეთ ესენი და აი ეს დანარჩენი გამოვწვათ შევაგდოთ პირდაპირ ცეცხლში ოპა აგერ კინები გამოვწვარა ამასობაში კარგიო კაი რკინა აგერ შევინახოთ შუგარ კენები კიდე აქ შევინახოთ ფლეინში და ახლა კიდე რავი რა ვქნათ და წავიდა მაინინგ მონტაჟი მაინინგსაც მოვრჩი ინვენტორიც გატენილი მაქვს გავსებული მაქვს ამდენი რაღაცით წერაქვი ასე თუ ისე არ გამწყდა რა როგორც ქვებზე გატყმა სხვადასხვის ეს კურდღლები ამდენი რატო აქ მეზარება ძმა შეყვანა შიგნით ცხოველების ადგილს მე შევიღოთ დაჭირდა ახლა იყვნენ აუ იმედი არ გადახტებიან კაი მანამდე აგერ ჩემი კარტოფილები გამოიწვა კინ მანამდე კიდე რკინა შევწვათ და მეორე მხარეს ოქროს ჩავაგდოთ რომ გამოიწვას და ახლა დროა რომ ჩავალაგოთ ჩესტში და ეს კარტოგრაფი თეიბლი მაქვს და სადავდგა ეს ახლა იმას ფიქრობდი და მგონი სახში ჯობია დავდგა
აი ამ კუთხეში დავდგეთ, ხო, ყველაზე ნახევარი. კარგი, დროა რომ გადავანაწილოთ. დედო რამდენი ლაპიზი მაქვს, redstone და ისა ყველას ამათ გადავაქცევ ბლოკებში. წავიდა, მოვძებნოთ აგერა. მეზარება ჩადება და პირდაპირ ამით ჩავდებ რა. ლაპიზები ვგრავდოთ. ამდენი ლაპიზ რაში მინდა ძმა? მინდა ლაპიზის ბლოკებისგან გავაკეთებ ახლა სახლს ვამშე თუ რა უბედურებაა ძმა. ლაპიზი არ გამომელიო არასდროს. redstone-ებით დავგრავდით და ახლა კიდე მაკლია რა და არაფერი არ მინდა. შევინახოთ ახლა redstone-ები იქ და ისა ლაპიზები იქ, სანამ მაგას ვიცნობთ. ადგილი არ მექნება რკინების დაუქრობისთვის უეჭველი, ამიტომ ბლოკებად გადავაქცევთ ესენიც რა თქმა უნდა. იმედია დაიმონდის ბლოკებად გადაგცემაც არ მომიწევს. თუ მომიწია, იმედია კი არა, კაი იქნება ძმა, პირიქით ბევრი დაიმონდი მექნება, მანუ მაგას ნიშნავს. ვაფშე ნაღდი იქნება. redstone-ები ჩავალაგოთ, ლაპიზები ბევრი, სტაკზე მეტი ის მაქვს ლაპიზის ბლოკი მაქვს. რამბავია. ესენი მადიდოს ლავას ჩამოვიტანებ. რამდენი დაიმონდი მაქვს? 41 დაიმონდი მაქვს. კარგია. ოქროებით ჩადება და მოვიწყდა. კაი, მანამდე ოქროები და რკინები კი უნდა გამოიწვას. და გამოიწვა და მე ესა წუღეცა. პოტერი აქ ჩავდოთ, ქვიშები აქ ჩავდოთ. ყველაფერი ჩავდოთ თავიანთ ადგილებზე. და მეგობრებო, არ დაგავიწყეთ. მეორეჯერ გეკითხებით უკვე იმედია არ მოგბეზდებათ. განერობს არ გიშლით იმედია, მაგრამ დალაიქეთ, გამოიწერეთ და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მეგობრებო, 50 გამოწერს გავიდი მგონი უკვე. ლაივში შეიძლება გავიდე ლაივში და გავსტრიმო რაღაცეები Minecraft-ი სერვერებზე შევალ მინიგეიმებს და იმას ლაივში გავალ და ყველაფერს ვიზამ ერთი სიტყვით. ხო. ჩავალაგოთ ამასობაში ყველაფერი. ბომჟზე რაღაცები უკვე ვთქვი წინა ეპიზოდში და ვისაც არ გიყურებიათ, უყურეთ რა. იმათ ბოდიშით მეგობრებო, ვიდეოები ხშირად არ გამოდის სამწუხაროდ, როგორც უკვე უნდა გითხრათ ბომჟის და იმის ვიდეო კიდევ დაახლოებით ერთი კვირა, ანუ უფრო მეტი არ გამოვა, არა წესით ერთი კვირა არ გამოვა. ანუ ცოცხალ კვირაში 2 ვიდეო დაიდება მაქსიმუმ, მეტი არა მეგობრებო, სამწუხაროდ. ამასობაში მე ჩავალაგე რაღაცები, აგერ მოსაჯადოებელი წიგნიც მაქვს. და ვაფშე რას ვიძამიცი და ამ ოქროები ავიღოთ. ეს რკინებიც უფოცი რკინა არის. და ჩავალაგოთ და დავქრავთოთ რკინის ბრონი ყოველი შემთხვევისთვის თავი რომ დავიცვა. და თან მოვაჯადოთ. protection 2 მაქვს, დაჟე protection 2 მაქვს და მოვაჯადოთ. რა შევაგდოთ და იმასე. თუმცა ახლა რომ ხუხტები ჯობდა დაიმონდის ბრონი გაგვეკეთებინა, მასეთი წიგნი აღარ მექნება კაი ხანი. ვილიჯერებს ვერ ვიშოვით, მაგრამ რომ ტრეიდო ბევრი არ ვიცი. ჩავლაგოთ ჩვენ მანამდე რამდენი დირთი რაში მინდა ძმა, უნდა ვაშენო. რა გავადიდო, რა მინდა გავადიდო. ცხოველების ფერმას გავადიდებ ვაფშე ახლა. ბაზარია რა ცხოველების გავადიდებ. ეს ტყავი გადავაგდოთ არ მინდა. რა თქმა უნდა, მინდა? არ მინდა. რკინა მოვიღოთ და იდოს აქ. იდოს აქ რაც ვქი, კაცო. იქი წავიღოთ უბრალოდ იქ რატო იდოს კრიპერი მომიფეთდეს ჩემ ფეხებს ვისა. დავიძინოთ ხო? გათენდა, ახლა კიდე მოვგაზოთ აქედან და რა ვქნათ, ეს ლავა გაიზარდა, იყოს ახლა ადგილი არ მაქვს მეზარება შენახვა და რა ვიმგონი ყველაზე ჭკვიანური იდეა. წავიდა მაინინგ მონტაჟი. ოპა! მორჩა ეს ბიომიც და წეღან დაიმონდი კაქტუსი ჩაიწვა მგონი დაიმონდი ვარ ვიცი. ეს ბიომის მორჩით მეგობრებო და გადავედით უდნო სავანაზე. დავაი გნომის ყიდო შეგვიძლია? არ გვაქვს საკმარისი ფული. ცუდია, ცუდი. რა ვქნათ მეგობრებო, მოვაგროვოთ ამისთვის თუ ბიომი ვიყიდოთ. რავი, მგონი ბიომის ყიდვას უნიკალური რაღაცა გავაკეთოთ ჯობია და რავი, მოდი ჩემ
მე თვითონ ავირჩევ ჩელენჯს თქვენი კომენტარის გარეშე. ჩემი მომდევნო ჩელენჯი იქნება, რომ მოვაგროვო ფული, ვიყიდოთ ვილეჯერი, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს. კაი, ამას სავანას ბიომი რაში უნდა გამომადგეს, რავი, გონი ვილეჯერისთვის მოვაგროვოთ ჯობია. წვიმან დაიწყო. ოკეი. კაი, ხალხო, ეს იქნება ჩვენი ეს რა ქვია, გოსა მიზანი არის რა ჩვენი, მაგრამ მეორე მიზანი რა იყოს ისიც აწერეთ, გვერდითა მიზანი იმიც იქნება და ამის მიმა არ შეგვიძლია? მე მეგონა იმას ეძვებდი. კაი, რა ვქნათ, რაც აისა, ხო, დაწერეთ კომენტარებში კიდევ რა გავაკეთო, ეს არის ერთი ჩელენჯი, ერთი მიზანი, ასე ვთქვათ და ბევრი მიზანი შეიძლება მქონდეს და არა მარტო ერთი. ამიტომ დაწერეთ კომენტარებში და რასაც გინდათ იმ ჩელენჯს გავაკეთებ. საშიშ რაღაცებსაც ჩავატარებ თუ გინდა დაჟე და გავრისკავ რომ მოვყდე. ყველაფერს წავიღებ ისე hardcore ჩართავ, რა ვიცი, რაც გინდათ დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში. ახლა კი რა ვქნათ, გადავხედოთ ნივთებს რეების გვაქვს, ხო, უნდა ჩავალაგო თუმცა ნივთები. რაღაცები უნდა გადმოვალაგო. და ხო, რა მინდოდა, ეს ბაწარი მინდოდა ზუსტად რომ ცხენი მიმება. სად მივაბა ცხენი ახლა აქ კაცო. აგერ მივაბა. მანდ მივაბა. სად მივაბა? სადა ცხენი? What the fuck? ქვევით ჩავარდა. ქვევით როგორ ჩავარდა ზმამი, გადავები? ნუ, როგორ ჩავარდა და მე ჩავაგდე ფაქტობრივად. კაი, მივაბა აქ ჩავარდება. არა მგონია რომ ჩავარდეს. არა მგონია იყოს ანტ. ეს თუ რამე და ეს პატარა ცხენი იყოს აქ, მედი არ ჩავარდება და გავზარდოთ მე. საწყალი დედას უყურებს დედა როგორ საკუდება და ამ წყლით ვერ ამოვიყვანთ? ამოდი, ძრება, ნადრობა. просто вообще თხილად. არა, ბიჭო. დედო სად გადავრჩი, ბიჭო? დედო იმენა სად გადავრჩი, ბიჭო? დაიმონდის ნივთები გამიქრებოდა მოჯადოებული პირდაპირ. ჰელნა და 23 კარტოფილის მასვლის მოვაგროვეთ და შევაჯდით. რა შევა? ჩავარდა. არა. ჯანდაბა. ბიჭო, ვიფიქრე მოვაჯდები და მოვითვინიერეთ, რომ არ გაქცეულიყო სადმიანკა, რომ არ გამქრალიყო და თურმე რომ მაჯდები ბაწარი ძურება. რა ვიცი, ბაწარი რატომ მოძვათ მაწესი და უნდა მომძვრალიყო. ჩემი და ცხენის წონას ერთად ვერ გაუძლო ბაწარმა. კაი, ახლა კიდე წავიდა მაინინგ მონტაჟი. მოვრჩი და ადგილიც გამივსო ინვენტორში და ტოტემი მაქვს. ბიჭო, რა ვიცმა, ტოტემი მაქვს. სავანას იმიდან ბიომიდან დავაგდე ტოტემი. სავანა ნახევარუდაბნო თუ რაღაცა პუნჩი არა, არ ვიცი. ტოტემი დავაგდე. გონი ღირსმა მაგ ბიომი რო ვიყიდო და ბოლოს რას ვიზამ იცი, თითოეულ კუნძულებს გავაკეთებ რა, პატარას ერთი პლეინი, ერთი ისა და იქ დავდგამ ვან ბლოკებს რა, რაც ვიყიდე იმად დავდგამ და ჩვეულებრივი უსასრულო ბლოკები იქნება, ვან ბლოკი იქნება ოღონდ მარტო ერთი ბიომის რა, რომელიც შესაბამება ისეთ პონჩი იქნება. კაი, მანამდე ჩვენ ეს ლაპიზები გადავქრავთე, რკინებიც ჩვეულებრივ მოვტეხოთ და რკინებად გადავაქციოთ ჩვეულებრივად და გამოვწვათ რკინები და ოქროები ამის შემდეგ. ორი ცალიანი ჩავი მომს კიდე ახლა შევამჩნიე. კაი, რკინები შევაგდოთ. მეორე მხარეს კიდე ოქროები შევაგდოთ. სანამ მაგას ვიზამთ, ანდაჯერ ოქროები შევაგდოთ. და დარჩენილი ნახშირით შევაგდოთ. კიდე რა მაქვს კიდე რა მაქვს. კაი. ვაფშე ჩესტში შევყაროთ რა და გავაგრძელოთ მაინინგი. არ ღირს დროის დაკარგვად, ყოველ წამწუთში მეზარება თავიდან გალაგება ჩანტაში და მოდი აქ ჩავალაგოთ უცბად და მე გადავალაგებ ყველაფერს ერთდროულად. ახლა კიდე ჩავალაგოთ. კაი, ლაპიზი შევაგდოთ, დედბუში შევაგდოთ და რავი, გავაგრძელოთ მაინინგ მონტაჟი. I'm so flawless like my diamonds. I'm flying.
და გამევსო ინვენტორი ისევ როგორც ხედავთ ოქროები შევაგდოთ, რკინებიც დავამატოთ და ქათამი გარეთ რას აკეთებდა არ ვიცი, კაი მანამდე ეს რკინები გამოვიტანოთ, ოქროებიც გამოვიტანოთ და დოაქ რა ხდება, მეზარევანდი რაღაცის გადალაგება, ტოტემი ისავუყოთ, ტოტემი საჩაოდობროს და ეგ არ ვიცი, რომელშიც შეიძლება ტოტემი. ტოტემი რომელშიც შეიძლება კი არა, ახლა მოდი დავქრავთ უნდა მე ჩესტი. კი, ჩესტი, რომ ახალ ბიომზე გადავედით, ფლეინსი ხო გქონდა, კეივი გამოქვაბული გქონდა და ვისად უდაბნო გქონდა, ახლა კიდე გადავედით სავანაზე და ცალკე ჩესტები უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რა თქმა უნდა. პროსტა ყველაზე მთავარი კითხვა სად დავდგამ ამათ? მოკლედ მეგობრებო, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დამედგა ჩესტი მესამე, ანუ ზევიდან დამედგა რა ჩესტი და მესამე სართულზე იქნება ჩესტების და მომდენო ბიომიც მესამე სართულზე იქნება. მერე კიდე მერე არ ვიცი და რაც შეტავატებ, მეოთხე სართულის გაკეთება ნახდა და მინდა. მეოთხე სართულს ვაფშე მივწდები. კაი, ამასობაში გადავალაგოთ ქვიშები. აუ, რამდენი ქვიშები მაქვს? ქვიშები რატომ მაქვს? ქვიშები რატომ მაქვს? არ ვიცი. კაი, ამას ახლა დავაწეროთ სავანა. არ ვიცი, სწორად დავწერე თუ არა, მაგრამ არ მაინტერესებს. და კაი, შევინახოთ ყველაფერი. სტაფილოთ შევაგდოთ ეს ბაწარი და მეტი არ ფიქრობ. კაი, უდაბნოში შევაგდოთ. ой. უდაბნოში შევაგდოთ ესა. მეტი არც არაფერი არ უნდა უდაბნოში. ნახშირი ნახშირი შევაგდოთ აქ ვაფშე. ერთი ცალი ეყოფა წესით 4-ს. ეყოფა რა, პროსტა რომ იყოს, რომ მოვიშოროთ. წამო დავიძინოთ ახლა ყველაზე ნახდი იქნება რომ დავიძინოთ. მოკლედ მაინინგი კაია, პროსტა რა არიცი, რომ არ მიყვარს ხან ანუ არ მიყვარს რომ მიწის გადაწევა, ხან წერაქვი, ხან ნაჯახი მჭირდება, ხან ნიჩაბი მჭირდება, მაგ მისის ნერვებს და მეზარება ყოველთვის გადაასვლა. კაი, გადაცვლა. კაი, აი მენა კარგი იქნებოდა რომ ნიჩაბი, ნაჯახი და ისა ყოფილიყო იმენა ერთ ნივთში. აი მენა დაფიუზენება რო შეგეძლოს და ერთში რო გაერთიანებინა, იმენა მაგარი იქნებოდა პირდაპირ მოტიხავდი ყველაფერს ადგილსაც არ წაიღებდა და არც არაფერი. ძალიან მაგარი იქნებოდა. ნუ მოდი არსებობს მაგი. მეგობრებო, რას ფიქრობთ? ვაფშე ამ რუკაზე, ამ ბან ბლოკის სამყაროში მოდები ხო არ ჩავაგდოთ? აბა, თქვენ მითხარით ნებისმიერი მოდი, რომელიც ჩავაგდოთ, რა თქმა უნდა, თუ გინდათ და მე მაგ მოდს აუცილებლად მოვძებნი და ჩავაგდებ. და ასევე სხვა ჩელენჯების თუ გავუწევთ, იმედია ტვინი არ წაგიღეთ ამ ჩელენჯებით და იმედია ტვინი არ წაგიღეთ იმით, რომ უნდა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ამასობაში მე ბლოკებად გადავქრავთ ეს ყველაფერი. ახლა კიდე შევინახოთ სამონა ტოტემი აქ ჩავაგდოთ. იყოს მანდ კუთხეში. რა ვქენი? ქვარატო გადმოვაგდე. შევაგდოთ ისევ შიგნით შემთხვევით გადმოვაგდე. რა ხდება ახლა აქ? რედსტოუნები შევაგდოთ, ტორჩს დავაჭირე რედსტოუნის შემთხვევით. კაი, დაიმონდებიც შევაგდოთ, ლაპიზებით შევაგდოთ, ემერალდით შევაგდოთ და ოქროც შევაგდოთ. რკინის ბლოკები და ოქროს ბლოკებით შევაგდოთ. განფაუდერი ეგერა. მიწა და ქვა მქონდეს, ტორჩებიც მქონდეს. დანარჩენი შევაგდოთ ყველაფერი. ემასე და მშია შევჭამოთ კარტოფილი. კაი იქნებოდა. ისე მე მეგონა რომ იმას ხო ეს ანუ ცოტათი გასხვავებული ვან ბლოკი არა, ცოტათი მოდირებულია როგორც ხედავთ ფული და ეგეთ პონტში არა რაღაცნაირი, ანუ ორიგინალია და ისეთი არა. პროსტა უფრო რამენაირად უნიკალური რო ყოფილიყო მინდოდა და მაგიტომ ასე გავაკეთე და კურდღელს ჩემი შეეშკინა და გადაახტა ჩემი კაი. იმენა კურდღელმა არა შენთან ყოფნას მირჩევნია სასლობაში გადაახტე და მოხვდეო. გეგონა და ბრა დამავიწყდებოდა? შანსი არა. მეგობრებო, თუ პიქსელ მაინერი არ
გააგრძელებს მისმა ბლოგ ვიდეოებს. უეჭველი გააგრძელებს რა, როცა ცოტა ინფორმაცია. მისი ბრაჰის ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ ჩვენ. ამ ტრადიციას არ მოვკლოთ. არ დაგავიწყდეთ ბრაჰ და დაწერეთ კომენტარებში ბრაჰ. თქვენ იცით, ან ასე ბრუჰ, ასე დაწერეთ. აი, ამასობაში გადავალაგე, მივალაგე, ჩავალაგე, ეს ყვავილები აზიარვა რაში მინდა. გამფაუდერი KV-ში არის. გამფაუდერი და ქვეშა რამდენი მაქვს კლიენტებს დავკრავთავ და გადავბომბავთ მაგ ყველას იმენა. ყველას რა კონსოლს ავაფეთქი. ყველაფერს მოუხმოვ ნელ-ნელა თქვენ გიჟურ ჩელენჯებსაც შევასრულებთ. იმედია რა ვიხალხო მეოთხე ეპიზოდს, ხო, მგონი მეოთხე ეპიზოდს, ეს მეხოთია თუ არსები. მგონი მეოთხე ეპიზოდს არც ისე კარგი გამოხმაურება ქონდა, არც ლაიქი, ნახვებიას რაღაცა აქვს ჯერჯერობით. არც ლაიქი, არც კომენტარი, არაფერი არ ქონდა და წინა ვიდეოებს უფრო ქონდა მოხოდვა რა, ასე ვთქვათ და რისი ბრალია შეგიძლიათ მითხრათ, ანუ გთხოვთ რამე სტიმული მომცეთ რა, დაალაიქოთ, გამოიწეროთ. ანუ ბევრი ხანი რომ არ ვდებ, დაგავიწყდით თუ რა პონჩია მითხარით აუცილებლად და ვეცდები რომ გამოვასწორო და უფრო ხშირად დავდო ვიდეოები, რა ვიცი. 2 კვირა ვიდეო არ დამიდვია, სანამ მეოთხე ეპიზოდი დავდე და ახლა მეხუთე ეპიზოდს დაახლოებით 2-3 დღეში, მაგის მერე 2-3 დღეში დავდებ რა. და იმედია არ მოიწყინეთ და არ დაგავიწყდით და გახსოვთ რომ აქ ვარ. კარგი. რავი, მეტი გასაკეთებელი არაფერი არ მაქვს ამ ვიდეოსთვის, არანაირი გეგმა არ მქონდა, ამიტომ მეგობრებო, ამით დაგემშვიდობებით. გთხოვთ დალაიქოთ, გამოიწეროთ, გააქტიუროთ ზარისხლაკი, რომ არ გამოგჩეთ ვიდეოები და კომენტარეთ. კარგად!